ნიკა მელია ნაციონალურ მოძრაობას ტოვებს და ახალ პოლიტიკურ პარტიას აფუძნებს. ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა თავმჯდომარემ პირველი განცხადება მთავარი არხის ეთერში გადაცემა ღამის მთავარში გააკეთა. ვინ იქნება მელიას გუნდში და როდის დაფუძნდება ოფიციალურად პარტია არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ საკითხზე მუშაობა უკვე დღეიდან დაიწყება. ნაციონალური მოძრაობის ყოფილ თავმჯდომარეს უსაუბრია პარტიიდან მისი გაშვების საკითხში მიხეილ სააკაშვილის როლზე, თუმცა ამბობს, რომ კითხვები მასაც და მის მხარდამჭერებსაც ბევრი აქვთ. არც ერთ მოქმედ პარტიაში არ ხედავ შესაძლებლობას, რა თქმა უნდა, გაწევრიანებისა. მე ვფიქრობ, უკანასკნელი წლების რა თქმა უნდა. და ეს პარტია გააკეთებს ძალიან ბევრს ქართული დემოკრატიისთვის. ყველაზე მართალი პოლიტიკური პარტია, რომელზეც უნდა დაშენდეს მე კვალიფიკაცია, ცოდნაც, ხედვაც, იქნება ის პარტია, რომელიც დაფუძნდება და დაფუძნდება ძალიან მალე. როდის ნიკა? ძალიან მალე დაფუძნებულ ვადაში, რა თქმა უნდა. ეს იქნება 2023 წელს. ძალიან მალე ჩვენ პრაქტიკულად ხვალინდელი დღიდან დავიწყეთ ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობას, იქნება მნიშვნელოვანი შინაარსობრივი მუშაობა გასატარებელი და შესაბამის პერიოდში დაფუძნდება, რა თქმა უნდა და დაფუძნდება რისთვის? იმიტომ რომ უამრავი ადამიანი არის დღეს არჩევანის გარეშე. გადაცემა ღამის მთავარში სტუმრობამდე კი ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა და პარტიაში არსებული კრიზისისა და მწვავე დაპირისპირების ფონზე ხანგრძლივი დუმილის შემდეგ პირველი განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამაც საკუთარ პოლიტიკურ სტანდარტად აქცია არაფორმალური მმართველობა და კულუარული გავლენები. ეს არ არის ის რისთვისაც ვიბრძოდი ან მომავალში ბრძოლას ვაპირებ, მივდივარ წინ მომავლისკენ და წარსულს ტოვებ წარსულში. ასე დაასრულა საგანგებო ბრიფინგი პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ. ნაციონალურ მოძრაობაში ნიკა მელიასთვის ჯერ არ უპასუხიათ სავარაუდოდ საფასუხო განცხადებას საზოგადოება დღეს მოისმენს. მანამდე კი პარტიის მოქმედი მენეჯმენტი აცხადებდა, რომ მელიამ თავად დაიყენა თავი პარტიის გარეთ. პარტიიდან წევრების გასვლას კი მოქმედი მენეჯმენტი პერფორმანსს უწოდებს, რომელიც 2-3 დღეში დასრულდება. გადავდექი არა ნიკა მელიას დაკავების გამო, არამედ იმიტომ, რომ დავინახე ხელისუფლების მართვას ვითომ და პოლიტიკიდან წასული ივანიშვილი კულუარებიდან აპირებდა და ჩრდილში მყოფი ადამიანის ინტერესებს ვერ დავაკმაყოფილებდი. ამის შესახებ კი ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, გახარიამ ბოლო დღეების მანძილზე ქართული ოცნების მხილება დაიწყო. ის ამბობს, რომ მართულ პარტიას არა ქვეყნის, არამედ საკუთარი ბედი და ჯიბე აინტერესებს, რის გამოც ძალაუფლების ფლობის გასახანგრძლივებლად ყველა ბერკეტს იყენებს. ოცნება ივანიშვილის გარეშე არ არსებობს, ამბობს ყოფილი პრემიერ-მინისტრი. პრემიერ-მინისტრის სამდობიდან გადადგომის ფორმალური მიზეზი იყო მელიას დაკავების ფორმა, მიუხედავად იმისა, რომ მე მაშინაც ვთვლი და ეხლაც ვთვლი, რომ მელია დასაკავებელი იყო. მთავარი მიზეზი იყო, როდესაც ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის მიდის პოლიტიკიდან, ის ვითომ წავიდა და აი ამ ბნელი ოთახიდან აგრძელებდა. ოცნება დღეს არის აბსოლუტურად მკაფიოდ გამიზნული და მიმართული იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება, ამისთვის იყენებს ყველანაირ ხერხს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საფრანგეთში ჩავიდა. პრეზიდენტ ემანუელ მაკრონმა ორბანი ელისეის სასახლეში ვახშამზე უკრაინის საკითხზე სასაუბროდ მიიწვია. მისი განცხადებით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით უნგრეთთან კომპრომისი უნდა იქნას მიღწეული. ჯერჯერობით ოფიციალური განცხადებები ან ინფორმაცია მედიაში ამ შეხვედრასთან დაკავშირებით არ ვრცელდება. ქართული ოცნება კი ისევ ამტკიცებს, რომ უკრაინის საკითხის საქართველოს საკითხთან დაკავშირება სპეკულაციაა და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს უნგრელი პარტნიორების მუდმივი თანადგომა აქვს. ეს მაშინ, როცა ცნობილია, რომ ევროკავშირი ერთიანად განიხილავს გაფართოების პაკეტს და თუკი მას უკრაინის გამო უნგრეთის ვეტო დაედება, ავტომატურად დაიბლოკება საქართველოს ევროპული პერსპექტივაც. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ორბანი რუსულ თამაშს თამაშობს და რასაკვირველია, თუკი ვეტოს გამოიყენებს, ამით საქართველოს საკითხსაც დაბლოკავს. რამდენადაც ცნობილია ევროკავშირის გაფართოების საკითხი პაკეტად განიხილება, აქედან გამომდინარე ერთი ქვეყნის დაბლოკვა ავტომატურად
ნიშნავს და გამოიწვევს სხვა ქვეყნის პერსპექტივის დაბლოკავს. აქედან გამომდინარე, როდესაც ორბანი კიდევ ერთხელ ბლოკავს უკრაინას, მან ძალიან კარგად იცის, რომ ის ბლოკავს საქართველოსაც. და თუნდაც სიტყვიერად ამტკიცებდეს სხვა რამეს, შედეგი არის გათვლილი ამაზე, რომ ყველა ამ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა ერთიანად დაიბლოკოს. ვიქტორ ორბანი არ უჭერს მხარს უკრაინას და მოუწოდებს ევროკავშირს, რომ უკრაინასთან, გაწევრების თაობაზე მოლაპარაკებები გადადებულ იქნეს, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ორბანი ცდილობს ამ შემთხვევაში ითამაშოს რუსული თამაში. იგივე მართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადება, რომ საქართველოს და უკრაინა არ უნდა განიხილებოდეს ერთად, ბუნებრივია აღნიშნული ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. უკრაინა კი უკვე ემზადება ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკვე ამ კვირაში უმაღლესი რადა კენჭსუხრის გადაწყვეტილებას თუ რა უნდა გააკეთოს უკრაინამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების სამზადისში. ჩვენი პრიორიტეტია ყველა იმ გადაწყვეტილების შესრულება, რომელიც საჭიროა უკრაინისთვის, რაც აუცილებელია ევროპული მიმართულებით. ჩვენ გვჯერა, რომ ევროკავშირი უკრაინისადმი მიცემულ დაპირებას შეასრულებს, განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. საქართველოს მოქალაქეები ევროპული მომავლის დასაცავად ერთიანდებიან. ხვალ თბილისში ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე ერთი კვირით ადრე მსვლელობა საქართველოს დედაქალაქში რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და სიმბოლურად ევროპის მოედანზე დასრულდება. იქვე გაიშლება ევროკავშირის გიგანტური დროშაც, რომლის ვარსკვლავებით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში იკერება. სამოქალაქო სექტორის მიერ ორგანიზებულ მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრეზიდენტიც. 9 დეკემბერს 2 საათზე იგეგმა მსვლელობა პირველ რესპუბლიკის მოედნიდან ევროპის მოედნამდე, სადაც დაგვირგვინდება ჩვენი სიხარული, ასე ვთქვათ, და ჩვენი მისწრაფება ევროკავშირის წევრობისკენ მსოფლიო რეკორდის დამყარებით და ყველაზე დიდი დროშის გაშლით ევროპის მოედანზე, რომლის ვარსკვლავებით შეიკერა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რათა კიდევ ერთხელ სიმბოლური ხაზი გაგვესვა იმისთვის, რომ მთელი საქართველო ერთიანი არის ევროკავშირის მხარდაჭერაში. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის, მომდევნო გამოშვებით პირდაპირ ეთერში უკვე 9 საათზე დაბრუნდებით.